ლტოლვილების დახმარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ევროპული გზა შთამბეჭდავია და ყველა გლობალურ სტანდარტს შეისაბამება. მაინც როგორია რეცეპტი იმისა, რომ სხვა ქვეყანაში ახალი სოციალური და ეკონომიკური ცხოვრება წარმატებით დაიწყო. ამ საკითხის გარკვევას აქ ნიდერლანდებში ვაპირებ. ჩვენი ახალი პროგრამა დამზადებულია ევროპაში იმ დიდი წარმატების ამბებს აშუქებს, რომლებიც ევროპაში ხდება. Mit Erfolgsgeschichten aus ganz Europa. ამსტერდამში უნდა შევხვდე ფლერ ბაკერს, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სოციალურ მეწარმეს ნიდერლანდებში. გამარჯობა, სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. აქაურობას დაგათვალიერებინებ. ფლერ ბაკერი საწარმო მშვენიერი ქაოსის დამფუძნებელია, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებსა და ლტოლვილებს ანაზღაურებად პროფესიულ წვრთნას თავაზობს ქალაქის ცენტრის კარგ რესტორნებში. დილის საათებში, სანამ სირიელი მოჰამედი ლავაშისთვის ცომს ამზადებს, ფლერი, დებულა, მარტენი და მერელი გეგმავენ თუ როგორ გახსნან მეტი რესტორანი. ნიდერლანდების ქალაქების მერების უმეტესობამ გააცნობიერა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახლად ჩამოსულმა უცხოელებმა შრომით ბაზარზე რაც შეიძლება მარტივად მოახერხონ ინტეგრაცია. ფლერმა თავისი პროექტით 11 წლის წინ დაიწყო ისე, რომ ფული თითქმის არ ჰქონდა. დღეს მისი წარმატებული ბიზნესი სამ ქალაქში 8 რესტორანს და ლტოლვილთა კაფეს მოიცავს. Heute umfasst ihr erfolgreiches Unternehmen bereits 8 Restaurants und Flüchtlingscafés in 3 Städten. წელს ჩვენი პროგნოზით ბრუნვა 4-5 მილიონი евро გვექნება და 300 ადამიანია ჩართული გადასამზადებელ პროგრამაში ამ წუთას. ასე რომ ნამდვილად მიამაყება. ეს წარმატებაა. თუმცა მშვენიერი ქაოსი მხოლოდ მდიდრული რესტორნების ქსელი არ არის, რომელშიც ლტოლვილი მზარეულები არიან. ფლერი და მისი გუნდი იქაც მიდიან, სადაც შესვლა ყველას ერიდება. ლტოლვილთა თავშესაფრებსა და თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრებში. ჩვენ გალაქსიზე მივდივართ. ეს ამსტერდამის პორტში საკროიზო გემია, რომელზეც დაახლოებით თავშესაფრის 2000 მაძიებელი ცხოვრობს. და გთხოვეს, რომ იქ პატარა კაფე მოგვეწყო, რათა იმ გემზე მყოფ ადამიანებს დავეხმაროთ, რომ რაღაც წესიერი საქმით დაკავდნენ დღის განმავლობაში. თავრობამ ამ გემზე გადაღების უფლება არ მოგვცა, ამიტომ ინტერვიუ გარეთ ჩავწერეთ. როდესაც თავშესაფრის მოთხოვნა შეგაქვს და პროცედურებს გადიხარ, შენი ცხოვრება დაპაუზებულია. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ხალხს დავეხმაროთ უსაქმოდ არ იყვნენ პირველივე დღიდან, რომ დაამყარონ კონტაქტები სხვებთან, მიხვდნენ თუ როგორია ცხოვრება ნიდერლანდებში და რამენაირად დავასაქმოთ. Im Erdgeschoss der Stadt. ქალაქ აგნემისკენ მივდივართ. მშვენიერი ქაოსის ყველაზე ახალი ფილიალი 6 თვის წინ ქალაქის ბიბლიოთეკის პირველ სართულზე გაიხსნა. ფლერი შეფმზარეულ აიმანს ესალმება. ეს კაცი სირიის დედაქალაქ დამასკოში 250 კაციან რესტორანს მართავდა. როცა ომი დაიწყო, იძულებული გახდა გაქცეულიყო. აიმანმა ნიდერლანდებში გასტრონომიული შოკი მიიღო. მას ყველაზე მეტად შემწვარი ხორცისგან მოსწონს კერძების მომზადება. მაგრამ Grillfleisch, aber როცა აქ ჩამოვედი, აღმოაჩინე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვეგეტარიანელია. გარდა ამისა, ბევრი უგლუტეინო საკვებს მიირთმევს. ჩემ თავს ვკითხე, მაინც რას ნიშნავს უგლუტეინო ან ულაქტოზო საკვები. ზოგიერთი ადამიანი არ ჭამს ნამცხვარსა და ფქვილით გამომცხვარ პროდუქტს. ეს როგორ შეიძლება? შეფმზარეული აიმანი თავის გემრიელ შაურმებში ახლა ქათმის ხორცის ნაცვლად სოკოსდებს. მშვენიერი ქაოსი, ჩემი ოჯახია. 2 ოჯახი მყავს, ერთი სირიაში და ერთიც აქ. მშვენიერ ქაოსში ეს ჩემი პატარა ოჯახია. აიმანი შეგირდებს ასწავლის, მათ შორის არის ლოჯეინი. ეს 23 წლის ქალი იემენიდანაა და აგნემში ლტოლვილთა თავშესაფრში ცხოვრობს. აიმანისგან უამრავი რამ ვისწავლე. ის საუკეთესო მასწავლებელია. დიახ, ასეთი ხარ. ვისწავლე მოთმინება, სიბეჯითე და თავდაუზოგავი შრომა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკეთ უნდა გავიცნოთ ნიდერლანდური საზოგადოება. აქ ვასწავლიან ურთიერთობა როგორ დავამყაროთ. ენას, ინტეგრაციის გზებსა და ცოტა ხნის შემდეგ მზად იქნები, რომ ნიდერლანდელებთან ერთად იმუშაო. Integration skills as well. And after a while you will be ready to work in a Dutch workplace. Für Login ist მშვენიერ ქაოსში შეგირდობა ლოჯეინისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. I see myself. მონაცემთა მენეჯერი უნდა გავხდე, დიახ, როდესაც კომპიუტერულ მეცნიერებას ვისწავლე. შეფმზარეული აიმანი და მისი შეგირდი ეთიოპელი ტედი საყიდლებზე მიდიან. ბევრი ლტოლვილი თავის გატანას საკუთარი ხილბოსტანის მაღაზიით ცდილობს. მინდა დღეს აბისინიიდან ჩამოტანილი სურსათი შევიძინო. გასაგებია. ეს აღმოსავლეთ აფრიკიდანაა. ძალიან კარგი. ეს ერიტრეიდან და ეთიოპიდან არის ჩამოტანილი. იქ უამრავ ფქვილს იყენებენ. ეს ყოველდღიური პროდუქტია, რკინითაა მდიდარი, მეცნიერებიც ადასტურებენ. სისხლის კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტია. ეს ავიღოთ.
ამას თეთრ ტეფის ფქვილს უწოდებენ. გლუტეინს არ შეიცავს. ბლითების გამოსაცხობად იყენებენ. ამას ვურევთ და ისევ აკეთებთ ბლითებს. რესტორანი სავსეა ხალხით, ქალაქის მერიც კი აქ მიირთმევს. აგნების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები ინტეგრაციის კონცეფციას აცნობენ ჰააგიდან ჩამოსულ დელეგაციას და მშვენიერი ქაოსის ქსელს ამაში თავისი წვლილი მიუძღვის. მერმა აჰმედ მარკუჩმა ინტერვიუსთვისაც გამონახა დრო. Bürgermeister Ahmed Markush nimmt sich Zeit für ein Interview. პირადად მეც შორეული ქვეყნიდან ვარ. როცა აქ ჩამოვედი 10 წლის ვიყავი. როცა ახალი ჩამოსული ხარ, ძალიან გეხმარება, როცა კარგად გიღებენ, როცა განათლებას იღებ, როცა ენას სწავლობ, როცა ახალი ქვეყნის კულტურას იღებ. გეხმარება ადგილობრივი შრომის ბაზარზე ინტეგრაცია, მუშაობა და სხვა ხალხის გაცნობა. ამ ყველაფრის ორგანიზებას ახერხებენ მშვენიერ ქაოსში. მუშაობის, განათლებისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის საშუალებას იძლევიან. oorspronkelijke bewoners. ისევ ამსტერდამში ვბრუნდებით. ფლერი მსხვილი კომპანიების და ადმინისტრაციების მენეჯერებს ხვდება. მაისისთვის უზარმაზარი საპიკნიკე მაგიდის დადგმა იკრიბება, რომელიც მთელ კილომეტრზე იქნება გადაჭიმული ქალაქის ცენტრში. სპონსორებმა 250,000 евро უნდა შესწირონ. ეს ფული პროფესიული სწავლების პროექტებზე დაიხარჯება, რომლებსაც მშვენიერი ქაოსი ხელმძღვანელობს. რამდენიმე ფაქტი და რიცხვი დაგვისახელეთ, რამდენი ადამიანი დასაქმდა რეალურად თქვენი ინიციატივის ფარგლებში. ჩვენი მიზნები გვაქვს თუ რამდენ ადამიანს უნდა დავეხმაროთ ანაზღაურებადი საქმის პოვნაში. 10-დან 5-6 კაცის მიღება შეგვიძლია. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, რადგან როგორც კვლევები აჩვენებს, სხვაგან ზოგჯერ 10-დან მხოლოდ 1 ლტოლვილი ახერხებს სამსახურის შოვნას. რა არის ისეთი, რაც პირადად თქვენ გიამაყებათ? ჩვენ ახლავს ხედვართ ამსტერდამის ცენტრში, საუკეთესო ადგილის ტერასაზე. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ გვამჩნევენ, რომ შევძელით ჩვენი გუნდის ყველასთვის შეუმჩნეველი წევრები დაენახათ. აიმანის რესტორანს დამასკოში ხრამ უნდა ერქვა. შესაძლოა იმავე სახელწოდების რესტორანი სულ მალე ევროპაშიც გაიხსნას. In Europa. ჩემი ოცნებაა, რომ ევროპის თითოეულ ქვეყანაში გავხსნა რესტორანი, გერმანიაში, ბელგიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში. აიმანის ძალიან ბევრი რესტორანი. აი ასეთი ოცნება მაქვს. რაც შეეხება მშვენიერ ქაოსსა და ფლერს, საინტერესოა, რატომ დახარჯა 5 შვილის დედამ თავისი დრო და ენერგია ასეთ პროექტზე, როგორიც მისი რესტორნების ქსელია. ამ მშვენიერ პლანეტაზე, რომელსაც დედამიწა ჰქვია, ჩემი აზრით, მთავარია ურთიერთობა. და მე მართლა მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შევქმნათ უსაფრთხო სივრცეები, რომ ყველა იმსახურებს ცხოვრობდეს ისეთ ადგილას, სადაც თავს მარტო არ გრძნობს. პირადად მე მინდა, რომ ჩემი შვილები ისეთ სამყაროში გაიზარდონ, სადაც ადამიანებს შორის ურთიერთგაგებაა და არ არის ამდენი სიძულვილი. Ya baba Sidi Mansur, ya baba Yemşil Vidur, ya baba Laka.